მოგესალმებით ჩვენო გამომწერებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ესე იგი, სანამ გადავალთ უშუალოდ მანქანებზე, 1-2 სიტყვას გეტყვით. პირველ რიგში გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, რათა მომავალში უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. კიდევ გეტყვით იმას, რომ თუ ვინმეს ყავთ რამე საინტერესო ავტომობილი, ან ნებისმიერი ავტომობილი არ აქვს მნიშვნელობა და გაინტერესებთ გატესტვა და შედარება რამე მანქანასთან, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, ან Facebook ჯგუფში შემოხვიდეთ, გვაქვს ჩვენ Facebook ჯგუფი, აღწერაში იქნება ლინკი და დაწეროთ იქ რა მანქანა ყავთ, ან რასთან გიდათ თქვენი მანქანის შედარება და გადავიღებთ ვიდეოს, დავაპირისპირებთ ერთმანეთთან, შევადარებთ და გავტესტავთ ერთმანეთთან. ხო, ესე იგი დღეს ჩვენ ვიდეოში გვეყოლება ორი საინტერესო ავტომობილი. Nissan და Infiniti, ერთი ოჯახის შვილები ორივე. თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი უკვე Z370 Supercharger-ის კიტით და Infiniti Q60 Red Sport-ი. Early this morning when you knocked on my door, ხო, ესე იგი, ეს მანქანა არის Q60-ის Red Sport-ი, რომელიც გამოიმუშავებს ქარხნულად 400 ცხენის ძალას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მანქანა მოდიფიცირებულია, უყენია სპორტული გამშვები, კატალიზატორები არ უყენია, გაგრილების სისტემა გაუმჯობესებულია, დანასტროიკებულია, წნევაც მომატებული აქვს და უბერავს 1.5 ბარს. ცხენი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით 480-დან 500 ცხენამდე აქვს ცხენი ამ ეტაპზე. ხო, დანარჩენი რაც შეეხება 4-ვე ამძრავი არის ეს კონკრეტული მანქანა. წონაში სხვაობა არის ამ მანქანას შორის, დაახლოებით 150-200 კილომდე, თუმცა ნიუტონმეტრი გაცილებით მეტი აქვს Red Sport-ს ვიდრე Nissan-ს. და ნახოთ საინტერესო ორთაბრძოლა უნდა გამოვიდეს წესითა და რიგით. ხო, Q60-ზე 1-2 სიტყვას გეტყვით და Q50-ების სედანი ვერსიებიც არის Red Sport-ები. ეს არის ესე რო ვთქვათ GT-რის ღარიბი ვერსია რა, ღარიბი ხალხისთვის არის. WR30DT საკმაოდ კარგი ძრავი, გაუნდგარი ძრავი არის, ასევე რესურსიც აქვს საკმაოდ, კეთდება კარგად. გავს აგებულებით WR38-ს GT-რის ძრავს, თუმცა უფრო პატარა არის, ტურბოების პატარა აქვს, მაგრამ ამ მანქანას აქვს რესურსი, რომ სტოკ ტურბოებზე, სადაც 500 ცხენი გამოიმუშაოს რა და თუ ფრთებს შეცვლით ან ტურბოებს დააყენებთ, aftermarket-ს უკვე 600-700 ცხენით შეგიძლიათ თავისუფლად გამოიმუშაოთ. ძრავები ავხადოთ, კაპოტები. დღის შუქსეს განახებთ ამ ძრავს. ესე გამოიყურება Nissan-ის ძრავი 3.7 VQ27 VH-ერი, რომელზეც აყენია Supercharger-ის კიტი. თავისი ფაიფინგით, გაგრილებებით და ყველაფრით, ესე იგი კიტია მთლიანად დაყენებული რა. ახლა მე იმის ძრავის შევიხედოთ. ესე გამოიყურება Q60 Red Sport-ის ძრავი 3.0 მოცულობის, V-ტიპის, twin turbo, WR30DT. განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის. ამ კონკრეტულ მანქანას სპორტული blow-off-ები უყენია aftermarket-ის, რომელიც გამოსცემს საკმაოდ სასიამოვნო ხმას, ეს oil catch-ი. ასევე ამ ძრავს აქვს ტურბოების გაგრილება წყალზე, წყლით გრილდება ეს ტურბოები. ამ მანქანას გაგრილებას სისტემა გაუმჯობესებული აქვს, რა. ქარხნული გაგრილება ცოტა მოიკოჭლებს, იმიტომ რომ მალე ცხელდება, 2-3 ზაეთში უკვე ცხელდება და მე მანქანა კარგავს თავის მაქსიმალურ ცხენის ძალებს, ვერ გამოიმუშავებს და ამ შემთხვევაში ეგ პრობლემა მოხსნილი გვაქვს. ესე გამოიყურება Q60-ის სალონი Red Sport-ის. ეს კონკრეტული მანქანა წითელ შავფერებშია, რაც უხდება ჩემი აზრით, რული საკმაოდ ნორმალური არის. ეს მონიტორები აქვს, ორი მონიტორი აქვს. ეს სიმართლე გითხრა, თუ ვერ გავიგე Infiniti, მარტო გადაწყვიტა რომ ორი მონიტორი ქონდეს, თანამედროვე ვიზუალს აძლევს ინტერიერს, თუმცა ჩემი აზრით ცოტა ზედმეტი არის ეს.
მართვადობას რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას დაკიდების სისტემაში ცოტა ხელები ნაფათურები აქვს, პრუჟინები უყენია სპორტულები, ცოტა ხისტი არის ქარხნულთან შედარებით. 20-იან დისკებზე დგას, რაც ვიზუალურად ძალიან მაგარია, მაგრამ სულ ოდნავ გრუბი არის. მანევრირებადია საკმაოდ და ტრასაზე კარგად გზნობს თავს. მოსახოებიც არ აუშავს. თუმცა ეს მანქანა 4-4-ზე არის და ეგ ცოტა სიმძიმეს მატებს მანქანას და ეს სიმძიმე იგზნობა მანქანაში. დანარჩენი რავი, ჩემი აზრით არის მშვენიერი მანქანა. თავის ფასიდან გამომდინარეც საკმაოდ კაია. აჩქარებას და ხმაც საკმაოდ სასიამოვნო აქვს. სტარტი საკმაოდ ეფექტური აქვს, ვინაიდან 4-4-ზე არის მანქანა და მაგრათი ძვრებაა. ბლოუფების ხმა საკმაოდ სასიამოვნოდ შემოდის სალონში. დანარჩენი ახლა ბევრი ამ მანქანაზე სალაპარაკო არ არის. პრინციპში წინა მხარე Q50-ის ანალოგია. უბრალოდ ვიზუალურად გაცილებით უფრო ეფექტური და ლამაზია ვიდრე Q50. Q60 უფრო მეტად ძვირიანად გამოიყურება ვიდრე Q50. დანარჩენი ძრავი, გადაცემათა კოლოფი, დაკიდების სისტემა, ყველაფერი აქვს ერთი და იგივე აბსოლუტურად რა. მოკლედ დაახლოებით Q60-ის ფასები, Red Sport-ის ფასები დაახლოებით მერყეობს საქართველოში $20,000 ფარგლებში. არა Red Sport-ები დაახლოებით უფრო ნაკლები, $3,000-4,000 უფრო ნაკლები შეგიძლიათ იყიდოთ რა. განსხვავებას პრინციპში ბევრ არაფერში არ არის. უბრალოდ Red Sport-ს აქვს უკეთესი ტორმუზები, აქვს ხელიდან გადამრთველები, სალონი ცოტათი უფრო სხვანაირი აქვს და უკეთესი და პრაისი უკაწერია სხვა რა. ანუ კომპიუტერული პროგრამა წერია სხვა და დაახლოებით 100 ცხენით მეტი აქვს ქარხნულს. დანარჩენი ძრავი იდენტურია, გადაცემათა კოლოფიც იდენტურია. აი ეს წვრილმანი რაღაცეებშია განსხვავება მხოლოდ რა. ფაშიც როგორც გითხარით, Q60 Red Sport-ის შეძენა დაახლოებით შეგეძლებათ $20,000 ფარგლებში, რაც ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ფასი არის და არა Red Sport-ის დაახლოებით $15,000-16,000 ფარგლებში. ეს იყო მოკლედ ამ მანქანის მოკლე პატარა მიმოხილვა. ჩვენ ახლა ტესტ დრაივებს არ ვაპირებთ. ჩვენ გვაინტერესებს ეს მანქანა რა შეუძლია სპორტულ ამბებში რა. კონკრეტულად დრაგზე. დღეს ამ მანქანას შევაჯიბრებთ ჩვენ 360Z-თან და საკმაოდ საინტერესო შეჯიბრი უნდა გამოვიდეს ჩემი აზრით. Early this morning, when you knocked on my door. Early this morning, when you knocked on my door. And I said, hello, Satan. I believe it is time. აბა პირველი ზაესი და ჩემი აზრით ჩვენ გავალთ. არა, აქედან ძალიან ქარი ურტყავს და მანქანას აიქიდაკეთ. არა თითქმის რომ ნაწავდით. საინტერესო. არა, ადგილიდან რო დააჭირა, გადახტა ცოტა. მოთრავე ცოტა ადგილს ხო. აჭირა ხო და. საინტერესოა ეხა იქედან როგორ იქნება, ვერ იდებოდი მე ცოტა ქარი რო იყო. შენ მესამედან დააჭირე, ხო? მესამედან დავაჭირე. 90. ძალიან მაღალზე იყო აპარატი აზრი აქ. მესამედან დავაჭირე. და ეხა ცოტა მოჭიმურზე მიჩვენია დავაჭირე 90-ზე 100-მდე. საინტერესო. აბა მეორე ზაესი წავიდა.
მესამე რაუნდი. ერთი არის დამი. ეს რა იყო? ერთი არის დამი. მაგრამ შევშალა. აჰა, მეგობრებო, ესეც ჩვენი Z370-ის და Q60 რედსპორტის დაპირისპირება, შედარება. მე მგონი რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. იმისათვის რომ უფრო საინტერესო, კარგი მანქანები გადავიღოთ, ამისათვის საჭიროა რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტარეთ, რა მანქანებს ისურვებით მომავალში, რომ გადავიღოთ საინტერესო და ერთმანეთის კონკურენტი მანქანები რა. ჩვენი მიზანი არ არის დეტალური განხილვა, ტესტ დრაივები და ასე შემდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ერთმანეთთან დაპირისპირება, შედარება ორი ავტომობილის ერთმანეთთან და ვინ როგორ დადის ერთმანეთთან და რეალურია თუ არა ის ციფრები, რასაც ქარხანა უწერს ამა თუ იმ ავტომობილს და ასევე რაც დინოსტენზე იწერება. ეს რეალურად უნდა გამოჩნდეს ავტობანზე, ასფალტზე. ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ენაზე აბანოში გამოჩნდება ვინ როგორ დადის. დროებით, დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალში კიდევ საინტერესო ვიდეოებით. აბა დროებით. Early this morning, when you knocked upon my door, early this morning, when you knocked upon my door, and I said, hello, Satan, I believe it is time.